ღია ეთერში დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემით 60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისია. ამ თემასთან მიმართებაში ჩემი სტუმარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი მარიკა დარჩია. ქალბატონო მარიკა, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და რაც შეეხება თემას, მართლა ძალზედ აქტუალურია, იქიდან გამომდინარე, რომ ჯანსაღი და აქტიური ცხოვრება ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც შეეხება 60+ კლუბს, ეს არის ძალიან დიდი სტიმული. რა თქმა უნდა, თქვენ დაწვრილებით ისაუბრებთ და აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2 აპრილს თბილისში გაიხსნა მეორე ასეთი კლუბი თემქაზე. მოდით დავიწყოთ ისტორიით, ანუ როგორ გაჩნდა იდეა ამ კლუბის შექმნის, რა გზა გაიარეთ და დღეს ადამდე მოვედით. სამწლიანი ისტორია გაქვთ. კი არის, უკვე 3 წელზე ცოტა მეტის. კლუბს ალბათ საერთოდ ამ იდეას გაცილებით უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს მსოფლიოსთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ალბათ 10 წლეულებია, რომ ბევრი ქვეყანაში, რომელზეც ჩვენ სწორება გვინდა დღეს, არსებობს ასეთი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები. შეიძლება მას ერქვას კლუბი, შეიძლება იყოს ფონდი, ორგანიზაცია, ნებისმიერი. ეს არის გარკვეულწილად შეკრების ადგილები, რომელშიც ადამიანებს აქვთ საშუალება რაღაც გარკვეული ასაკის შემდეგ, ჩვენ შემთხვევაში 60+ ალბათ ქვია, იმიტომ რომ ჩვენს კანონმდებლობაში საპენსიო ასაკი აი ამ თარიღიდან იწყება, თორე ალბათ სიბერისგან ეს თარიღი შორს არის. ნამდვილად გეთანხმებით. 3 წლის წინ, 4 წლის წინ ისე მუნიციპალური პროექტი იყო ეს თბილისის საკრებულო და ნორვეგიის ძალიან ცნობილი ფონდთან ერთად სოციალური პროგრამების, ასე ვთქვათ, გაცვლა იყო და ასეთი პროგრამის მალმეში ვიყავით, ეს პატარა ქალაქია, რომელშიც ძალიან ბევრი შეხვედრები ჰქონდა სწორედ ასეთი ტიპის ორგანიზაციებთან, რომელსაც სტრუქტურულად სხვადასხვა მუშაობის ფორმა აქვთ და მათი წესდებებიც განსხვავდება, მაგრამ ძირითადი არსი სწორედ ის არის, რომ რაღაც ასაკში იყო სოციალურად კვლავ აქტიური, შესძლო რომ ახალი უნარები შეიძინო, იყო ჯანსაღი და ჰქონდეს საშუალება, რომ ახალი ურთიერთობებიც შემოვიდეს შენ ცხოვრებაში. კი ბატონო. მაშინ პირველად დავინტერესდი, ეს იყო პირველად არა, დიდი ხანი ამაზე ვფიქრობ, ეთყობა ეს ასაკის ბრალიც არის და ალბათ არ ყოფილა ქვეყანა, რომელშიც ასეთი ორგანიზაციები არ მენახა, მაშინ არაფერი ისეთი ოცნებაც კი არ მქონდა ამაზე. უბრალოდ იქ ერთ-ერთი წევრი იყო ქუთაისის ვიცე-მერი, ქალბატონი ნინა და თქვა, რომ ჩვენთან აი ეხლა ხან გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით დავიწყეთ და გაკეთდა ასეთი ორგანიზაცია. მან მომცა ქალბატონი ანა ციციშვილის კოორდინატები, რომელიც იმ წამს შევაწუხე, როგორც კი ჩამოვედი და ვთქვი, რომ მოდით გავაკეთოთ თბილისში. ანამ მითხრა, რომ ეს იდეა არსებობს, რომ თბილისის ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელმძღვანელი უკვე დიდი ხანია ამაზე ფიქრობს და მოდით ერთად და აი ასე შეიკრა ეს სამკუთხედი მაშინ და დავიარეთ მთელი ბიბლიოთეკები. იცით რა, ეს პროგრამები ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანებული იქნებიან, ანუ წევრებს, ჰქონდეთ საშუალება, რომ რაღაც გარკვეული აქტივობებით იყვნენ დაკავებული და ამიტომ აი სივრცე უნდა იყოს რაღაც იზოლირებული, იმიტომ რომ ბიბლიოთეკების ძირითადი სივრცეები მაინც არის, რომ მუშაობენ, კითხულობენ, შედარებით უნდა სიწყარარე და სიჩუმე იყოს. და აი ესეთი იზოლირებული სივრცე პირველი ვნახეთ, ეს არის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა, რომელიც ვაჟა-ფშაველას ბოლოში არის და დავიწყეთ ამ სივრცის მორგება. და მანამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თქვენ 60+ კლუბის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ხართ. კი, როგორ არა, მე ანუ ეს მერე მოხდა, იმიტომ რომ ესე ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ბევრი რამ არის დამოკიდებული. იმიტომ რომ მე მაშინ ისეთი ათებული ვიყავი და ეხლაც ასე ვარ, არ ჩამქრალა ეს ცეცხლი. ნუ ყველგან ამაზე ვსაუბრობდი, მაინტერესებდა როგორი იყო მზაობა, იმიტომ რომ
ეჭვის თვალით გვეყურებდნენ, რომ საქართველოში ვინ მოვა ასეთ ადგილას, ვის უნდა ეხლა ხატვა და სიმღერა და ვარჯიში და რაღაც. და ცოტა არ იყოს მართლა შეიძლება ამაში ეჭვი შეიტანო. მაგრამ მიუხედავად ამისა დავიწყეთ. ეს იყო სივრცე ნახეთ, რაც თავარი. ნახეთ, სივრცე მოვარგეთ იქ ძალიან აქტიურად და დღესაც ახლა სოფიო სიხარულიძე, რომელიც არის აი ამ პროექტების კოორდინატორი ბიბლიოთეკების თბილისის ბიბლიოთეკების გაერთიანებიდან, აი ძალიან დიდი შრომაა ეს, რომ მაგი და სკამი ეს იყოს ადვილად და უშუალოდ სამოძრაო, იმიტომ რომ ხან ვარჯიში გჭირდება, ხან ხატვა გჭირდება, ხან სიმღერა, სხვადასხვა აქტივობებია. ანუ მორგებული გარემო? კი, სივრცე ამ ამოცანების და ბიზნესისთვის რაც გქონდა შეუფარდეთ და მოვარგეთ და იქვე გაჩნდა სხვათა შორის ძალიან მალე რომ გარკვეული მხარდაჭერა დასჭირდებოდა არა მარტო მუნიციპალიტეტი და გაეროს მოსახლეობის ფონდი, არამედ ადამიანებისგან, რომელსაც რაიმე საშუალება ექნებოდათ. მაგალითად, დღემდე შემიძლია, აი რას გულისხმობ, მაგალითად, კოკა-კოლას გაერთიანებას, რომელიც აი ყოველ როგორც კი გამოილევა, თვეში ერთხელ ან ორჯერ ის წყლით, წვენებით ამარაგებს ამ კლუბს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. იქ არის მაგალითად პალიტრაელი, რომელიც წიგნებით ამარაგებს, იქ იყო გალფის და ძალიან დიდი მხარდაჭერა, როდესაც ჭირდებოდა რაღაც ავერსი, რომელიც ანუ კერძო სექტორი ჩაერთო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ჩაერთო თან ესეთი აი ყოველგვარი უკან მოხედვის გარეშე. და გაფორდა ხელშეკრულება მერიასა და მუნიციპალურ ბიბლიოთეკების ხელმძღვანელთან, ეს ხელშეკრულება იყო და გარკვეული პასუხისმგებლობაც და შეიქმნა ეს საბჭო, რომელიც მზად იყო, რომ მოხმარებოდა და რითიც შეეწყო, ხელი შეეწყო კლუბისთვის და დაიწყო კლუბმა მუშაობა. გაწევრიანება კლუბში დღესაც ასეა. უნდა მიმართოთ ადგილზე, ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ, ესე იგი ვარიგებდით ამას, ვიცით რა, შეუძლებელია ძალიან შორიდან იარო ამ ადგილებზე. ამიტომ არის რომ საერთოდ ასეა, რომ უნდა იყოს ბევრი და უნდა იყოს ყველა უბნებში გაფანტული. ამიტომ ამ შემთხვევაში როდესაც დავიწყეთ, რა თქმა უნდა, ვაჟებ-შაველას მოვიცვით ეს მთლიანად, ვტოვებდით საინფორმაციო ფურცლებს, აი ესეთი ის არის ეს თითქოს სანიშნია, მაგრამ ყველა ინფორმაცია არის, რომელსაც ეს ამჯერად თემქის კლუბის არის უკვე. რომელიც 2 აპრილს გაიხსნა. კი, რა თქმა უნდა. და აი ეს პირველ დავარქვით, რომ ეს უნდა იყოს საცდელი და რომ ჩვენ უნდა ვნახოთ რა მუშაობს, რა არა. დიახ, აი რაც შეეხება საცდელს ჩაგიჭრებით საუბარში და რა თქვენ აღნიშნეთ საუბრის დროს, რომ ცოტა ეჭვის თვალითაც შეიძლება გვეყურებდნენო, იმიტომ რომ მაინც ქართულ რეალობას უნდა მორგებულიყო ეს ამბავი, ხო? აი გახსნისთანავე რამდენი ადამიანი გაწევრიანდა, როგორი აქტივობა იყო და შემდეგ პარალელი გავატაროთ და დღეს როგორი აქტივობა და აუცილებლად მაინტერესებს კიდე ქალების და მამაკაცების თემა. ანუ მამაკაცები რამდენად არიან გაწევრიანებული? ესე იგი, როდესაც გამოვაცხადეთ, გახსნამდე უკვე 1-2 კვირით ადრე დავიწყეთ საზოგადოებასთან ურთიერთობა, ალბათ არ იყო გასაკვირი ჩემგან ეს, არ დამიშურებია. აი თუ ვინმე თუ შეიძლებოდა რომ სადმე გველაპარაკა ამაზე და რაღაც გარკვეული ინფორმაცია მიგვეწოდებინა, არ დავტოვეთ არც ერთი საშუალება. და აი უკვე გახსნისთვის, თქვით, ცოტა ადრე იწყება ხოლმე განაცხადების მიღება. აი ვნახეთ რომ ერთ კვირაში სადღაც 30 განაცხადი იყო და ესე აი ძალიან სწრაფად იზრდებოდა. იმდენად სწრაფად, რომ დაახლოებით 1-2-3 კვირაში საშუალება მეტი არ იყო. იქ პატარა ოთახი, არ არის დიდი ოთახი, ხა ძალიან პატარაც არ არის, მაგრამ რაღაცა გარკვეული შეზღუდვები არსებობს, იმიტომ რომ ხო უნდა დასხდნენ რომ ხატონ ან რა. არ ელოდებოდით? არა, ნამდვილად არ ველოდებოდით და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები, რომელმაც შეავსეს და ვერ მოხვდნენ ამ ძირითად კლუბის შემადგენლობაში,
დღესაც ყავს, ასე ვთქვათ, რაღაცა მომლოდინეთა რიგი. კი, ასეა. ახლა ეს მომლოდინეთა რიგი, აი მე ძალიან ბევრ ადგილას მიმუშავია, ეხლაც და არ მქონია ამდენი ზარი, რომელიც თხოვდა, რომ აი ძალიან გთხოვდა, ძალიან გვინდა. მაგრამ ნუ ახლა წესი იყო, ვერაფერს ვერ ვზამდით ამ წესს. მართალი გითხრათ, კაცების ამბავი გენდერული ბალანსი დაცულია. გენდერული, აი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დასკვნა და საფიქრალი გამიჩინა ამ ძიების პროცესმა. ქალები იყვნენ ძალიან აქტიურები, შესანიშნავი ქალბატონები არიან ეხლაც რომ მოხვიდეთ ყველას მოვიკითხავთ დიდი სიყვარულით და პატივისცემით და ალბათ გვისმენენ კიდეც, იმიტომ რომ ბევრი გულშემატკივარი გვყავს და პირდაპირ ამბობდნენ ეს ქალბატონები, რომ ვიცით რა, ჩვენ ესე კი არა ვართ. უამრავი საქმე გვაქვს სახლში, მაგრამ გვინდა ახალი მეგობრები, ახალი მართალია იწყებდნენ ასე, ой, ხატვა, ой, არასდროს მიხატია, ой, სიმღერა და დღეს რომ მოხვიდეთ, როგორი ნახატებს დაგახვედრებენ და როგორ ნამუშევრებს და როგორ მღერიან, ნუ უბრალოდ ერთი მართლაც სიამოვნება ამის მოსმენა. ახლა რაც შეეხება მამაკაცებს, თუ მივხვდით, რომ ქალების რაოდენობა და აქტივობა არის ძალიან ეს ხილული და ნუ არ არიან, ნუ აი რამდენიმე შემოიხედა გავიდა. და გადავწყვიტე რომ აი კარდაკარ რასაც ქვია დავიწყე აი ამ ინფორმაციის იქვე გავრცელება და ჩავჯექი ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკაში როგორც წესი შემოდიან ხოლმე და უფრო ხშირად კითხულობენ პერიოდიკას, წიგნებს, რაღაცებს და იქ პირდაპირ ყოველგვარი იმის გარეშე მივდიოდი და ვეუბნებოდი რომ აი აქვე გვერდით არის აი ესეთი შესანიშნავი სივრცე, თქვენ შეგიძლიათ აქ რაღაც და ხატოთ ან იმღეროთ. აი როგორ გისმენდნენ, იცი და აი თითქმის ერთი და იგივე პასუხი იყო, ოღონდ განსხვავებული. იცით რა ქალბატონო, მე 30 წელი განყოფილების გამგევიყავი. ნუ ვიღაცა გეტყოდა, იცით რა, მე ლექციებს ვკითხულობდი უნივერსიტეტში და აი იქ მივხვდი, როგორ უჭირთ აი ამ გზის სხვანაირად დანახვა. ხო, აი ბარიერი. ნუ ბოლოს როგორღაც შემოვიტყუე, ძალიან ხუმრობდეთ ჩემზე, როგორღაც დღეს ისინი არიან არაჩვეულებრივი. მე იმატა, ვიღაცამ ხო იცით როგორ არის აქ. გავრცელდა ინფორმაცია. მოყავს. და არიან ძალიან კმაყოფილები. ან როგორ ბღერიან. ჩვენ შარშან ყოველ წელს საერთოდ ანგარიშო, ასე ვთქვათ, ანგარიში გქონდა საკრებულოში და მერიაში და შარშან გქონდა ესეთი ძალიან მასშტაბური ანგარიში, ეს იყო დავით საარალიძის დარბაზი, რომელიც ძალიან კარგი საკონცერტო დარბაზია. ძალიან დიდი მადლობა ეხლაც და ყოველთვის აი ეს ადამიანებს, რომლებიც აი სრულად გულწრფელად გითმობენ სივრცეს. წიგი მთელი მისაღების სივრცე, ფოიე იყო სავსე ნახატებით, დაახლოებით 80-მდე მეტი ნამუშევარი იყო და სცენაზე ბღეროდნენ ისეთი ადამიანები, რომ ვინც იყო მაყურებელი, მე მგონი უცრემლებოდ ვერ უსმენდა ამას ყველაფერს. ქალბატონო მარიკა, აი მაინტერესებს თავად ოჯახის წევრები ამ ადამიანების თუ გეხვიანებიან, თუ მოდიან ხოლმე და თუნდაც აქვს დაინტერესება დავუშვათ ბებია რას აკეთებს კლუბში. აქვთ. მაგიტომ გადავწყვიტეთ შარშან სწორედ გაგრძელება გამომივა, ასეთი დიდი მასშტაბით გაკეთება ამ საანგარიშო შეხვედრის, რომ გთხოვდნენ, რომ ჩვენ გვინდა ვნახოთ ჩვენი ოჯახის წევრები, იმიტომ რომ საკრებულოში ცოტა რთული არ არის ესეთი სივრცე, დიდი დარბაზი იყო და როგორ არა, ჯერ ერთი კავშირი გვაქვს. აი ეს საორგანიზაციო ის ადამიანები, რომლებიც მათ ყოველდღიურად ხვდებიან, მათ იციან ყველაფერი ამათ შესახებ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ უნდა გაგვაფრთხილონ დაუშვათ თუ ვერ მოდიან რატომ იქნებ რაღაც უჭირდა ჩვენ შეგვიძლია რომ დავეხმაროთ ასე რომ ბევრი ასეთი ანუ კომუნიკაცია არის სრული ნამდვილად მაგრამ იცით რა შეასაქმე აი მეორე კლუბი აი ამდენი ხანია ეს მეოთხე წელია როგორ ველოდებოდით ისევ იმის გამო რომ ნუ რაღაც გარკვეული იზოლირებული სივრცე უნდა სპეციფიური ხო აი მაგალითად ის გამოცდილება რომელიც რომიდანაც წამოვიდა ამ კლუბის იდეა და გაეროს მოსახლეობის ფონდის
ბოსნია-ჰერცეგოვინის მაგალითზე 15 წლის წინ შეიქმნა ასეთი ტიპის ორგანიზაცია, მაგრამ იქ სტრუქტურულად ცოტა სხვანაირად არის. იქ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელშეკრულებით რაღაც პირობებით უთანხმდება მერის სხვადასხვა სამსახურებს. ამიტომ მაგალითად ნახეთ კლუბები, რომელიც იყო საბავშვო ბაღის რაღაც ტერიტორიაზე, სკოლის ტერიტორიაზე და ამას კიდევ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როდესაც მათ აქვთ რაღაცა კავშირი და რაღაცა არის. ამიტომ ეს იდეაც არსებობს. ცოცხალია, დღეს მე ვფიქრობ ამაზე ძალიან აქტიურად, რომ აი ესეთი კარგი აზრი არ იყოს რაღაცა გარკვეულად სიფრცობრივად შეზღუდული, რომ იყოს საშუალება, რომ სხვანაირადაც გქონდეს მუნიციპალიტეტებთან და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებთან იყოს ეს რაღაც საქართველოს ორგანიზაციულად იყოს რაღაცნაირად ანუ რეგიონებიც რომ მოიცვას. კი, თუ იქნა ეს და მით უმეტეს ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია არსებობს. აი ძალიან ბევრი, რომ გახსნათ aging, რასაც ქვია, ეს age oriented, ასე ვთქვათ, და გვინდა რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან გქონდეს კავშირი, გავწევრიანდეთ სადღაც. ამიტომ ალბათ ასეთი ტიპის, როდესაც ასე ფიქრობ და ასე ხედავ ამ პრობლემას, რომელიც მართლა პრობლემა კი არ არის, უბრალოდ რაოდენობრივად ამ ხანდაზმულთა, არ მეყვარს ეს სიტყვა, მაგრამ საერთაშორისოა და ვერაფერს ვერ ვიზამ. რაოდენობა მსოფლიოში ძალიან იზრდება. საქართველოშიც ასეა, აი მაგალითად 2022 წლის აღწერით და მონაცემებით, ესე იგი 60-65 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა მთლიანად მოსახლეობის წილი იყო 15.5% და 2030 წელს წარმოიდგინეთ, რომ ეს მიაღწევს, ესე იგი სადღაც აი 5% და ძალიან ისასალმებელი. რა თქმა უნდა, ამას ადამიანებს უნდა სრულფასოვანი ცხოვრება. უდაოდ, იმიტომ რომ იზრდება ეს ამასაკში აქტიური ცხოვრების შესაძლებლობა. იზრდება იმის გამო, რომ ჯანმრთელობის ანუ მედიცინა და ძალიან გაახალგაზრდა იმას, რასაც ჩვენ ხანდაზმულობას ვეძახით და ამიტომ ამას უფრო ფართოდ უნდა შეხედა. ქალწულ მარიკა მსმენელის და მაყურებლის დიდი აუდიტორია ყავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 60+ ზემოთ ადამიანები გვისმენენ, რომლებიც თუნდაც ბავშვად ფიქრობენ, აი რაღაცა მივიდე, არ მივიდე, მაინც მათ რას ეტყოდით, აი ესეთ ორჭოფობენ. მით უმეტეს მამაკაცებს რას ეტყოდით, ჩვენ სანამ სტუდიაში შემოვიდოდით, ვისაუბრეთ და თქვენ მითხარით, რომ არა მარტო საქართველოში, ზოგადად საერთაშორისო გამოცდილება ასეა, რომ მამაკაცები ნაკლებად აქტიურობენ და აქტივობებზე გარდა იმისა, რომ დავშვათ ხატვა, სიმღერა, იმიტომ რომ ვიღაცას ხატვა ეხერხება, ვიღაცას სიმღერა ეხერხება და არ არის ისეთი ხატვა, რომ მოხერხებაზე იყოს. ეს არის რაღაც გარკვეული, გარკვეული ფერებთან ურთიერთობა, უფრო რაღაცა არტ თერაპიას გავს, ვიდრე რაღაც ამოცანებს, ეს ხო არ არის ან სკოლა, ან რაღაც გარკვეული კურსები, ეს არის ის რაც შეგიძლია და ალბათ ადამიანს ძალიან ბევრი რამე შეუძლია. ეხლა რაც შეეხება საბურთალოს ფილიალში არის მუსიკის საათი, ანუ შუღლიაშვილი ატარებს ამ მუსიკის საათს. ქეთი მატაბელმა დაიწყო ხატვის გაკეთება და ეხლა ქეთის მოწაფე აგრძელებს ამას და არის ვარჯიში, რომელიც ძალიან სპეციფიურია. ამას აქვს ჭირდება სპორტული აქტივობა არის. აუცილებლად, ეს აუცილებელია. ეხლა რაც შეეხება თემკას. თემკას მედიათეკას ალბათ უფრო საშუალება აქვს, რომ მიიღოს წევრები და მინდა რომ იყვნენ ყურადღებით. ეს იცით რა, ზუსტად ვიტყვი, ეს ზღვისუბნის პარკის ტერიტორია თემკაზე. მე-11 მიკრორაიონია, მე-3 კვარტალი. არის არაჩვეულებრივი მედიათეკა. ნუ აი ნამდვილად საამაყო აქვს ბიბლიოთეკების გაერთიანებას, ალბათ ბიბლიოთეკების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ყავს და ღირს მასთან და ალბათ ბევრი საინტერესო გეგმა ექნება. და იქ უფრო არის ეხლა რომ შესაძლებლობა რომ საწევრებას შეიტანონ, ასე ვთქვათ, წევრობაზე განაცხადი მარტივად შესავსები ფორმებია. და იქ არის ასე. იქ არის ხელოვნება, ეს არ არის მხოლოდ ხატვა, ეს არის ხელით კეთება რაღაცა
სხვადასხვა ნივთების ძალიან საინტერესო მასწავლებელია ახალი. ვარჯიშები აუცილებლად არის ფიზიკური დატვირთვა და არის ცეკვა. ცეკვა მაგალითად ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ცეკვაზე ყოველთვის, მაგრამ ნუ ძალიან მცირე იყო ის ტერიტორია, რაც პირველ კლუბში იყო და ვერაფრით დავამატეთ და აი აქ არის ცეკვა არის თან ორი არის ქართული ცეკვა და არაქართული და უშუალოდ სხვა კლასიკური ცეკვები. და არის იცით ძალიან ხო ისეთი სიამოვნებაა, სტუბრობა, ერთი თვალი რო შეავლოთ, როგორები არიან, როგორ აქტიურად, მე ახალი სოციალური ურთიერთობებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრების დიდი გზა აქვთ გამოვლილი, ძალიან ბევრი ურთიერთობა, ძალიან ბევრი მეგობარი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ იწყება ახალი ურთიერთობები, ახალი მეგობრების შეძენა, რა ძალიან საინტერესოა. ახალი ადამიანების შემოსვლა ცხოვრებაში. და მართლაც არის ეს, იმიტომ რომ ცვლიან ამ რაღაცა გამოცდილებას ყვებიან. მე მინდოდა ძალიან რომ და მინდა მე ამ სურვილებს არასოდეს არ ვდებ, ასე ვთქვათ, შორეულ სკილში, რომ ძალიან საინტერესოა მათი ისტორიები. ქონდა იქ შეხვედრები აქვს თუ ესე ვაწყობთ, იქ არის აღმოჩნდა რომ მაგალითად ვიღაცა ქალბატონია, რომელიც ლექსებს წერს და თავისი ლექსების საღამო ქონდა იქ ვიღაცა, რომელსაც ასე რომ ბევრი რამ არის, რაც შეიძლება რომ აღმოაჩინო და წინ წამოწიო და შემდეგ ისტორიამ შექმნას თუ გინდ ესეთი აი თითქოს არაფერი მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ასე დაიწერა მაგალითად ძალიან საინტერესო გენდერული ისტორიებიც, აი შიქვია მაგალითად და ასეთივეა რაღაცა შენი გამოცდილება, პატარა ესეთი ну ესეები ვიცი და რომანს და რაღაც ზე არ არის ლაპარაკი, პატარა მოგონებები და ამას ვფიქრობთ რომ გავაკეთოთ და აი ვნახოთ ახალი დასაწყისი იქნება ალბათ მალე და ალბათ მარიკა მე დარწმუნებული ვარ რომ აი თქვენს კიბრი ახსენეთ რომ ესე იგი თქვენს სკივში იმდენი ჯერ არის პროექტი არის და იმდენი პროექტი იქნება კიდე და ყველა თქვენი წამოწყება არის წარმატებული. ну იქიდან გამომდინარე წარმატება მოაქვს რა? მოაქვს იმას რომ ის რაც მოთხოვნადია, ის რაც აუცილებელია და ის რაც თუნდაც ადამიანების სულს და გულს ეამება, ის დებს შედეგს, ხო? საქმე, რა თქმა უნდა, საქმე. და არ შემიძლია, როდესაც თქვენზე ვსაუბრობთ, არ აღვნიშნო, კლუბზე თუ რამეა დასამატებელი, არ მინდა რამე გამოგჩეს დავამატოთ, მე მგონი ყველაფერი ვთქვით, ის რომ აი წამოწყებით და თუ რაიმე კითხვებს დაგისმავენ, მე მზად ვარ, რომ შემდეგ კი ბატონო შემოგაშველოთ. აუცილებლად და თქვენ ძალიან ბევრი პროექტის ინიციატორი და ძალიან ბევრი სიახლე დაიწყო თქვენი. თუნდაც საზოგადოებასთან ურთიერთობის ისტორია დაიწყო მარიკა დარჩიათი, ხო, 30 წლის წინ და დღეს, რა ვიცი, არ არსებობს მე მგონი, ეს იქნება სახელმწიფო სტრუქტურა ნებისმიერი უწყება კერძო სექტორი, ну, არ ვიცი, მედია რა PR სამსახურის garaში, ხო? და PR მენეჯერის garaში. და მეც ახლა ხან გამახსენეს სხვათა შორის, რომ ეს მართლაც 2025 წელს 20 აი როგორ დაიწყო? ეს წინა საუკუნეში იყო 1994 წელი იყო, მე მაშინ მწვანეების ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ვიყავი და არაერთხელ მომეყოლია ეს ამბავი, მოკლედ მოხსენება მქონდა ბელგიაში, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მწვანე იდეები იყოს პოპულარული. და ვიღაცამ უბრალოდ აი ბოლოს კითხვების დასმის და ასეთი რეპლიკების დროს მითხრა, რომ თქვენ აკეთებთ არაჩვეულებრივ და პირდაპირ იხმარა, ეს ძალიან კარგად ხდება კონტექსტში public relations. მე აბსოლუტურად ვერ გავიგე, საერთოდ ვერ გავიგე. მე მივხვდი, რომ ამას ამოკლებენ PR-ი და მე ვიკითხე, რომ რამეს გულისხმობთ მეთქი და რომ ძალიან გაერთნენ, მითხრეს, რომ თქვენ ამ საქმეს აკეთებთ და თურმე არ იცით რა ქვია. და მაჩუქეს კურსები, რომელმაც საერთოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ედინბურგში დიდხანს მქონდა ეს ასეთი პროფესიული შეხება და რაღაც გავიარე რაღაც გარკვეული კურსები, მე გამოცდილება პრაქტიკული და
პირველი public relations ცენტრი გავაკეთეთ. მაშინ ერქვა ასე სოფლიო ლაბორატორია, ბატონი სოსოცის კარიშვილი იყო და აი იმ სივრცეში გავაკეთეთ პირველი საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი. და ჩვენ ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. კი, ალბათ უნდა ვისაუბროთ, მოგიწევთ აუცილებლად. დღეს ეს არაფერი არ არის უკვე და ჩემი მოწაფეები თქვენი წევრები არიან და ეს და მაშინ ტერმინსაც ამახინჯებდნენ და ასე იბეჭდებოდა და მოკლედ დიდხანს იყო, როდესაც public relations უკეთებდი. ეჭირდებოდა ამ საქმეს. როგორც დამპირდით ამ თემაზე სასაუბროთ, თქვენ აუცილებლად მოგწანდებით ჩვენთან სტუდიაში და მაინც არ შემიძლია რომ არ კითხოთ იმისთვის რომ PR მენეჯერად შედგე, რა უნარებს უნდა ფლობდა, იმიტომ რომ დღეს ძალიან პოპულარული პროფესიაა. და ამ თემაზე ამით დავასრულოთ საუბარი. ალბათ მოთმინება უნდა გქონდეს დიდი და ცოდნა იმისა რომ არ დაიკარგო თარგმანში. იმიტომ რომ შენ რაც იცი არ არის აუცილებელი რომ ყველა მიცოდეს პირიქით. უნდა ეცადო რომ მაქსიმალურად გასაგები იყოს ყველა ნაბიჯი რომელსაც აკეთებ. და ხშირად ვამბობ ხოლმე რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ძირითადი იარაღი ის არის რომ მას უნდა გქონდეს ახსნის უნარი. ხსნა ახსნაშია, თუ ამის შესაძლებლობა გაქვს, მოთმინება და მოსმენის უნარიც, იმიტომ რომ public relations სამხრივი მოძრაობა არ არის. შენ უნდა იცოდე როგორ მოძრაობენ შენს მიმართულებით და როგორ შეიძლება რომ ეს რაღაცნაირად ორმხრივ სამგზავრო გზად გაიხადო და არავის არ კონდეს იმის შეგრძნება რომ მხოლოდ ერთი აზრი არსებობს. აზრი შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ უნდა იყოს ის რომ კანონია, კონსტიტუცია და ეს უნდა გვესმოდეს ყველას და გვესმოდეს არა. უნდა ვიცოდეთ ეს. და ამისთვის არ უნდა დაგვენანოს არც დრო, არც ენერგია და არც არანაირი საშუალება. კომუნიკაციის ხელოვნების დაუფლებაც მოდით ასე. ო, დაუფლება უნარებიც არსებობს ამისი, იცით, აუცილებელი დაუფლებაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნარებით იწყება. მას აქვს რაღაც თავისი ქრესტომატია, ასე ვთქვათ, როგორც ყველა საგანს, მაგრამ ყველა შემთხვევაში და ყველა სხვადასხვა ტიპის საზოგადოებაში მას სხვადასხვა ტიპის ამოხსნები აქვს, იმიტომ რომ არ არსებობს ძალიან იშვიათად არის განტოლება, რომელიც მხოლოდ ერთი გზით იხსნება, ხო? ბევრი გზა არის და ეს არის სწორედ საინტერესო. ამიტომ საზოგადოებასთან ურთიერთობა სწორედ ეს არის, რომ ეს არ არის ერთი, ეს ურთიერთობა, ანუ ორმხრივი გზა არის, რომელიც რთულია ძალიან, ადვილი არ არის. თქვენ ამბობთ რომ ბევრი არიან საზოგადოებასთან ძალიან რთულია, მაგრამ თუ ამას ნამდვილად სერიოზულად მოკიდებ ხელს, ძალიან საპასუხისმგებლო აბსოლუტურად გეთანხმებით საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარეც, რომ ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან რთულია და კიდევ ერთს დავამატებდი, ალბათ პოზიტივი ძალიან ჭირდება ამ საქმეს. იცით რა არის, ახლა ვერ იტყვით რომ ეს აუცილებლად პოზიტივით უნდა დაიწყოს, მაგრამ ერთ-ერთი განწყობის უბრალოდ განწყობა უნდა იცოდე, როგორ უნდა გადმოიყვანოს შენ განწყობაზე, რაღაც ერთი განწყობით, როგორ პოზიტივში. ნუ რაღაცა მრავალხმიანობის სწავლა ესა, როგორ უნდა გამოგვივიდეს ერთი სიმღერა, ოღონდ 7 განსხვავებული ხმა იყოს თუკი. ძალიან საინტერესო პასუხია, დიდი მადლობა და გელოდებით კვლავ ჩემს ეთერში. მარიკა დარჩია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი იყო ჩვენთან სტუმრად. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, წარმატებები თქვენ, მადლობა კიდევ და დროებით. ნახვამდის, მადლობა.